მოჭარბებული ცხიმოვანი მასა გულმკერდის არეში. ეს შეიძლება მიუთითებდეს მეგობრებო ჰორმონალურ დისბალანსზე. ნახეთ, ორგანიზმში არის ესეთი ნივთიერება, ფერმენტი, არომატაზა, რომელიც მამაკაცურ ჰორმონებს ამ დროს, მოჭარბებული ცხიმოვანი მასის დროს, ანუ ტესტესტერონს გარდაქმნის ესტროგენებში, ანუ ქალურ ჰორმონში. და ამიტომაც ხოლმე ესე ცხიმოვანი მასა გულმკერდის არეში მატულობს. თავი რომ დავანებოთ აი იმ კომპლექსს, რომელიც მოზარდებს ექმნებათ, ხო, მას რო საყრდენ-მავზრებელ სისტემის მხრივ ექმნება სამომავლოდ ამის გამო პრობლემები, რო გულის პრობლემები, ღვიძლის პრობლემები. უპირველეს ყოვლისა, მეგობრებო, ერექციის მხრივ ექმნებათ პრობლემები, განაყოფიერების მხრივ ექმნებათ პრობლემები, როგორც ბიჭებს, ასევე გოგონებს, მეგობრებო, ამიტომაც ეს უწოდებ ჩემს კოლეგებს. გამახვილეთ, რაც შეიძლება მეტად ყურადღება და მაქსიმალურად გასაგებად აუხსენეთ ადამიანებს, რა საშიშროების წინაშე აყენებს აი ეს მათი ფიზიკური მდგომარეობა მათ. მოზარდს 10, 12, 14 წლის ასაკში რო აქვს მოჭარბებული ცხიმოვანი მასა, როგორ იქნება მისი ფიზიკური მდგომარეობა 30-40 წლის ასაკში. ამიტომაც დღეს თუ არ ჩაუყარეთ ჩვენ საფუძველი ჯანსაღი ცხოვრების წესს, ისე ჩვენ ვერ ვიქნებით ჯანმრთელები 30-40 წლის ასაკში, ასე რომ გაითვალისწინეთ მეგობრებო, მიმართეთ სპეციალისტებს, თუ უკვე შეამჩნეთ აი ესეთი ცხიმოვანი მასა მოჭარბებული, აუცილებლად მიმართეთ, გამოიკლიეთ შესაბამისი ანალიზები იქნება საჭირო და შემდეგ უკვე შეგიძლიათ აქტიური ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდეთ. მეგობრებო, მოგწერეთ კომენტარებში თქვენი პრობლემების შესახებ, შევეცდები გიპასუხოთ, მოიწონეთ გოლი და გააზიართ. მე აუცილებლად გავამახვილებ სამომავლოდ ყურადღებას ენდოკრინოლოგებთან ერთად და შევეცდები რომ მაქსიმალურად დაგეხმაროთ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება დისტანციურად.